შენ ხო კარგი გოგო ხარ. შენ ხო კარგი ბიჭი ხარ და რაღაცნაირად აი ამ კარგი ბიჭის თუ კარგი გოგოს ტიტულის შენარჩუნებისთვის ბავშვს ჰქონდეს შინაგანი განგაშის გრძნობა, რომ არ დაკარგოს ეს იდეალური და სიყვარულის ღირსი ბავშვის წოდება და ეს უკვე არის ძალადობა, ეს უკვე არის შანტაჟი, ეს უკვე არის ტერორი. ანუ დიაგნოზია ეს თუ არ არის? არა, რა თქმა უნდა, დიაგნოზი არ არის, იმიტომ რომ დედას ეს ხშირად გააზრებულიც არ აქვს. გონია რომ ძალიან მოსიყვარულია და ასეც არის. გონია რომ ძალიან სწორად და კარგად იქცევა ბავშვთან, არც სჯის, არც ყურებს უწევს, არც ატირებს თითქოს, არც უყვირის და აშინებს. არამედ ეუბნება რომ შენ ხო კარგი გოგო ხარ, დაუთმე. შენ ხო კარგი გოგო ხარ, ესე უნდა და პრაქტიკულად ეს არის ესეთი მოსიყვარულე ძალადობა, შანტაჟი, ასე რომ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან ბევრი ფორმა აქვს.